გვერდი მე-40. რისი ტოლია ელექტრული ველის დაძაბულობა იმ წერტილში, რომელშიც მოთავსებული 10 მიკროკულონ მუხზე მოქმედი ძალის მოდული 25-10-4 ხარისხად ნიუტონია. მოცემულია, რომ Q მუხტი არის 10 მიკროკულონი, ანუ ეს არის 10-6 ხარისხად კულონი და ამ მუხტზე იმოქმედა ძალამ, რომელიც ტოლი არის 25-10-4 ხარისხად ნიუტონმა. და რისი ტოლი არისო დაძაბულობა ამ წერტილში. გავიხსენოთ, რომ რაღაც წერტილში დაძაბულობა E არის ამ წერტილში რო შევიტანოთ რაღაცა Q მუხტი, რა ძალაც მასზე იმოქმედებს, აი ამ ძალის შეფარდება მუხტთან. ეს იქნება ამ წერტილში დაძაბულობა. აი ესეთნაირად უნდა გამოვთვალოთ ეს ამოცანა. მეორე ამოცანა. რა ძალა მოქმედებს 12-10-10 ხარისხად მუხტის ნაწილაკზე 350 ნიუტონი გაყოფილი კულონზე დაძაბულობის ელექტრულ ველში. მოცემულია, რომ მუხტი არის 12-10-10 ხარისხად კულონი და ველის დაძაბულობა E არის 350 ნიუტონი გაყოფილი კულონზე. რა ძალა იმოქმედებს აი ესეთ ველში, რო შევიტანოთ, ესე იგი ეს Q მუხტი. იგივე ამ ფორმულის თანახმად E არის F შეფარდებული Q-სთან, F იქნება Q გამრავლებული E-ზე. აი აქედან ვიპოვით. მესამე ამოცანა. განსაზღვრეთ ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული და მიმართულება წერტილში, რომელშიც მოთავსებულია 50 მილიგრამი მასისა და 30 ნანოკულონი მუხტის მქონე ნაწილაკი გაწონასწორებულია ნაწილაკზე მოქმედ ამომგდებ ძალას, გაითვალისწინებთ. აი წარმოვიდგინოთ, რომ ჩავწეროთ ჯერ მოცემულობა, სხეულის მასა არის 50 მილიგრამი, ესე იგი ეს არის 50-10-3 ხარისხად კილოგრამი. ამ სხეულის მუხტი Q არის 10 ნანოკულონი, ანუ 10-9 ხარისხად კულონი. და უნდა დავთვალოთ, რისი ტოლი არის ველის დაძაბულობა და რა მიმართულება აქვს მას, ამიტომ ვექტორის სახით ჩავწეროთ, თუ ეს მუხტი გაწონასწორებულია ველში. თქვათ, ეს Q მუხტი არის მოცემული, მასზე მოქმედებს mg ძალა, რადგან ეს გაწონასწორებული არის, ველის მხრიდან მოქმედ ძალამ უნდა ის გააწონასწოროს. ამიტომ სიდიდით F უდრის mg-ს და უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად ზევით. ახლა რაც შეეხება ელექტრული ველის ძალწირებს, ისინიც ქვევიდან ზევით უნდა იყოს მიმართული, რადგან მუხტი დადებითია და ძალა მოქმედებს ზევით. ასე რომ ეს ამ მუხტის ამ ველის დაძაბულობა მოიცემა ფორმულით QE უდრის mg-ს. ანუ E იქნება mg შეფარდებული Q-სთან. მეოთხე ამოცანა. რამდენი ზედმეტი ელექტრონია 120 მილიგრამ მასის წვეთზე, თუ იგი გაწონასწორებულია ვერტიკალის გასწვრივ მიმართულ 3000 ნიუტონი შეფარდებული კულონზე დაძაბულობის ელექტრულ ველში. ესე იგი, სხეულის მასა არის, ესე იგი 120 გრამი, წვეთი არის ეგა. ეს არის 0.12 კილოგრამი. ელექტრული ველის დაძაბულობა არის 3000 ნიუტონი შეფარდებული კულონთან და რამდენი ჭარბი ელექტრონი აქვსო მასო. ისევ ვთქვათ, ეს არის, ესე იგი, ეს წვეთი
სიმძიმის ძალა მასზე მოქმედებს m-ჟე ქვევით, ელექტრული ველის მხრიდან მოქმედებს ძალა z-ით მიმართული. ხო, რადგან ამას ჭარბი ელექტრონები აქვს, ეს ნიშნავს, რომ ეს უარყოფითად არის დამუხტული. ამიტომ ველი იქნება ქვევით მიმართული, რომ ძალა შეიქმნას z-ით, რადგან ეს მუხტი უარყოფითი არის. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ f-ი უდრის m-ჟეს, მეორე მხრივ ეს f-ი არის q გამრავლებული e-ზე, უდრის m-ჟეს. აქედან შეგვიძლია მუხტი დავადგინოთ, ეს იქნება m-ჟ შეფარდებული e-სთან და რაოდენობა ელექტრონებისა, ჭარბი რაოდენობა ელექტრონებისა იქნება q შეფარდებული e-ზე, სადაც e არის ელემენტარული მუხტი. აი ესეთნაირად დავადგენთ ჭარბი რაოდენობის ელექტრონებს. მეხუთე ამოცანა. რისი ტოლია -16 ნანოკულონი უძრავი წერტილოვანი მუხტის მიერ ვაკუუმში შექმნილ ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული მუხტიდან 0,3 მეტრ მანძილზე. ესე იგი, ჩვენ გვაქვს მუხტი, რომელიც არის, ესე იგი, -16 ნანოკულონი, ესე იგი, -16 10-9 ხარისხად კულონი და მანძილი r არის, ესე იგი, 0,3 მეტრი. ესე იგი, იგულისხმება, რომ გვაქვს წერტილოვანი მუხტი და წერტილოვანი მუხტის მიერ შექმნილი ელექტრული ველის დაძაბულობა მოიცემა ფორმულით kq შეფარდებული r კვადრატზე. აი ამ ფორმულით დავთვლით. აი თქო ეს თუ არის ის ჩვენი უარყოფითი მუხტი, -q არის, ესე იგი, ეს ამის მუხტი, აი რაღაც წერტილში, რომელიც მისგან აი ამ r მანძილზე არის მოთავსებული, სიდიდე ამ ელექტრული ველის დაძაბულობისა იქნება kq r კვადრატზე და მიმართული იქნება ეს ველი მუხტისკენ. რატომ? იმიტომ რომ აქ რო შევიტანოთ, ესე იგი, დადებითი მუხტი, დადებითი მუხტზე იმოქმედებს მიზიდულობის ძალა მუხტისკენ მიმართული. აი ამ მუხტისკენ მიმართული. მეექვსე ამოცანა. წერტილოვანი მუხტების შემაერთებელი მონაკვეთის წერტილებში დაძაბულობის მოდული რა შემთხვევაში იქნება მეტი, როცა ეს მუხტები ერთნიშნიანია თუ სხვადასხვა ნიშნიანია. ნუ აი თქვა გვაქვს ჩვენ რაღაცა q1 მუხტი და q2 მუხტი. ჯერ ჩავთვალოთ, რომ ერთნიშნიანი არის. არ აქვს მნიშვნელობა, თქვა ორივე დადებითი არის, ან ორივე უარყოფითი არის. აი თქვა რაღაც ამ წერტილში ამ მუხტის მიერ შექმნილი ველის დაძაბულობა იქნება მიმართული მარცხნიდან მარჯვნივ და აი მეორე q2 მუხტის მიერ შექმნილი დაძაბულობა იქნება საპირისპიროდ მიმართული. ამიტომ ესე იგი სრული დაძაბულობა იქნება ამათი ჯამი და რადგან საპირისპირო ვექტორები არის, ცხადია, ამ შემთხვევაში გამოაკლდება ერთს დაძაბულობას მეორეს. ხოლო თუ გვაქვს ჩვენ საპირისპირო ნიშნიანი, თქვათ ეს დადებითია, ეს უარყოფითია, მაშინ ესე იგი ეს ქმნის დაძაბულობას მარჯვნიდან მარცხნივ, ეს უარყოფითი კი თავისკენ. ამიტომ ამ შემთხვევაში ეს დაძაბულობები შეიკრიბება, ასე რომ ამ შემთხვევაში, აი მეორე შემთხვევაში იქნება მეტი დაძაბულობა. მეშვიდე. 8 მიკროკულონი და -2 მიკროკულონი წერტილოვან მუხტებს შორის მანძილი 3 მეტრია. განსაზღვრეთ ელექტრული ველის დაძაბულობა მათი შემაერთებელი მონაკვეთის შუა წერტილში. ეს იგი q პირველი არის 8 მიკროკულონი, ეს იგი 8 10-6 ხარისხად კულონი, q მეორე არის -2 მიკროკულონი, ანუ -2 10-6 ხარისხად კულონი. და მათ შორის მანძილი, ნუ l არის, ესე იგი 3 მეტრი. უნდა ვიპოვოთ ელექტრული ველის დაძაბულობა შუა წერტილში. უნდა დავხატოთ ესე იგი ეს მუხტები, ეს იყოს q პირველი, ეს იყოს q მეორე, ეს არის მათი შემაერთებელი წრფე, შუა წერტილი ნიშნავს, რომ ეს იგი ეს მანძილები ტოლი არის. ახლა ეს დადებითი მუხტი არის, ეს უარყოფითი მუხტი არის. ამის მიერ შექმნილი ველის დაძაბულობა იქნება, თქვათ, e პირველი, ხოლო აი მეორე მუხტის მიერ შექმნილი დაძაბულობა იქნება e მეორე.
რომელთაც ერთი მიმართულება აქვს. ამიტომ სრული დაძაბულობა იქნება e პირველს პლუს e მეორე. ამიტომ e შეიძლება გამო ესეთი kq1 l ნახევარი კვადრატში პლუს kq2 l ნახევარი კვადრატში. ახლა ამ ფორმულაში უკვე q1 და q2 მოდულებით არის, თავისი დიდებით არის შეტანილი. მერვე ამოცანა. პლუს 18 q და მინუს 2q წერტილოვან მუხტებს შორის მანძილი 2 მეტრია. მუხტებზე გავლებული წრფის რომელ წერტილში იქნება მათ მიერ შექმნილი ელექტროველის ჯამური დაძაბულობა ნულის ტოლი. ესე იგი, q პირველი არის პლუს 18q, q მეორე არის, ესე იგი, მინუს 2q. მათ შორის მანძილი l არის 2 მეტრი. რომელ წერტილში მოით ეს x-ით აღვნიშნოთ, იქნება დაძაბულობა ნულის ტოლი. მოით ეს იყოს q პირველი, ეს იყოს q მეორე. ვიცით, რომ ეს დადებითი არის, ეს უარყოფითი მუხტი არის. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ თუ ჩვენ ავიღებთ წერტილს, რომელიც ამ მათ შორის არის, ესე იგი, აქ ამ პირველი მუხტის ველი და მეორე მუხტის ველს ერთნაირი მიმართულება ექნება, ამიტომ ეგენი შეიკრიბება და ერთმანეთს ვერ გააბათილებს. გაბათილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ამ მუხტების შემაერთებელი წრფის გასწვრივ, ესა გარეთ, ან აქეთ მარცხნივ, ან მარჯვნივ. ეხლა რომელი წერტილი იქნება? აი ნახეთ, თუ მარცხნივ ავიღებთ წერტილს, არა, კი, საპირისპირო მიმართულება ექნება, მაგალითად q პირველის ველს და ამის ველს საპირისპირო მიმართულება ექნება, მაგრამ q პირველი უფრო დიდი არის და გამოა, რომ ეს დიდი მუხტთან ეს წერტილი ახლოს არის, ეს მუხტი თან პატარა არის, თან შორს არის. ცხადი ამის მიერ შექმნილი ველი არ იქნება საკმარისი, რომ ეს გააბათილოს. ამიტომ უნდა იყოს მუხტების შემაერთებელი წრფის გარეთ უფრო ახლოს მცირე მუხტთან. აი მოით ეს x-ით აღვნიშნოთ. ესე იგი, სრული ველის დაძაბულობა ახლა ამ წერტილში, რაღაც a წერტილში იქნება e პირველს გამოკლებული e მეორე და ეს e პირველი და e მეორე ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს. იმისათვის, რომ სრული დაძაბულობა გამოვიდეს 0. e პირველი იქნება kq პირველი l-ს პლუს x-ი კვადრატში, e მეორე არის kq2 x კვადრატზე. გაუტოლოთ ეგენი ერთმანეთს, kq1 l პლუს x-ი კვადრატში არის kq2 x კვადრატი. ეხლა გახსოვდეთ, რომ აი ეხლა უკვე ნიშნები და მიმართულებები ყველაფერი გათვალისწინებული მაქვს, ამიტომ q1 და q2 აქ იგულისხმება, რომ არის სიდიდეები. ეს კაები გაიკვეცება, მოით შევიტანოთ q1 არის 18q l პლუს x კვადრატში არის, ესე იგი 2q x კვადრატზე. ეს q-ები გაიკვეცება, 18 და 2 გაიკვეცება, გვექნება 9-ჯერ l პლუს x-ი კვადრატში უდრის 1 შეფარდებული x კვადრატზე. ორივე მხრიდან ამოვიღოთ ფესვი, 3-ჯერ l პლუს x-ი უდრის 1 შეფარდებული x-ზე, ანუ 3x-ი უდრის l-ს პლუს x, აქედან 2x-ი უდრის l-ს და x-ი უდრის l ნახევარს. ასე რომ აი ეს x-ი ვიპოვეთ, რომ არის l ნახევარი. მეცხრე ამოცანა. a გვერდის მქონე ტოლ გვერდა სამკუთხედის წვეროებში მოთავსებული ერთნაირი q მუხტი. განსაზღვროთ ელექტრული ველის ჯამური დაძაბულობა ის მოდული ერთ-ერთი გვერდის შუა წერტილში. მოდით დავხატოთ და სურათზე შემოვიტანოთ ის აღნიშნები, რაც მოცემული გვაქვს. ეს ზომები არის ტოლგვერდა სამკუთხედი არის a არის ყველგან. ეს მუხტები ყველგან წვეროებში მოთავსებული q-ები არის და ერთ-ერთ გვერდის შუა წერტილში გვინდა დაძაბულობა. აი, ვთქვათ, ეს იყოს a წერტილი.
მოდით ვნახოთ, ესე იგი, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ Q მუხტის შექმნის დაძაბულობას, რომელიც, რადგან ვთქვათ, ერთნიშნა მუხტებია ეგენი, იქნება აი ამ გვერდის გასწვრივ მიმართული, ესე როგორც მიხატია, ეს ქვედა მუხტი ამავე წრფეზე შექმნის ისეთივე დაძაბულობას, რომელიც მის საპირისპიროდ იქნება, ამიტომ ეს დაძაბულობები ერთმანეთს გააბათილებს. ამიტომ დაგვრჩება ერთადერთი აი ამ მუხტის მიერ შექმნილი დაძაბულობა. აი ამ A წერტილში. ეს აღნიშნოთ, ეს ფაქტურად აი ამ გვერდის სიმაღლე არის. A-შია, ხო? ამიტომ დაძაბულობა A წერტილში იქნება KQ შეფარდებული A-შის კვადრატზე. რაც ახლა A-ს ეხება, ეს მთელი კუთხე 60 გრადუსია, ეს არის 30 გრადუსი, ამიტომ A-ში არის A კოსინუს 30 გრადუსზე. კოსინუს 30 გრადუსისა ფესვის 3-დან 2 სტოლია და ამიტომ A წერტილში დაძაბულობა იქნება KQ, ამის კვადრატი იქნება A კვადრატი 3-ზე და ეს ორიანი ზევითავა. ცოტა მოით უფრო ლამაზად ჩავწეროთ. A წერტილში იქნება 2/3 KQ შეფარდებული A კვადრატზე. აი ესეთი გამოგვივა ეს დაძაბულობა. მეათე ამოცანა. A გვერდის მქონე ტოლგვერდა სამკუთხედის წვერებში მოთავსებულია ერთნაირი მუხტი, განსაზღვრეთ ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული და მისი მედიანების გადაკვეთის წერტილში. ხო, ეხლა იცით რა, ამას ფაქტურად, ხო, ეხლა ამის დაძაბულობა ჩვენ მიმართულება უნდა დაგვედგინა და იქნება ესე მიმართული. ამ გვერდის მართობულად იქნება ეს A წერტილში. აი თქვა ესე როგორც აქ მიხატია. ეხლა აი თქვა მეათე ამოცანა. ახლა ისე გვეუბნებიან, რომ ტოლგვერდა სამკუთხედი არის. ხო? ესე იგი, მედიანები, სიმაღლეები ყველა ერთ წერტილში იკვეთება, ხო? ტოლგვერდა სამკუთხედში. ეხლა აქ ნახეთ რა გვექნება, თქვა ეს მუხტი ქმნის დაძაბულობას ესეთ მიმართულს, ეს ქმნის აქეთ მიმართულს დაძაბულობას და ეს ზედა მუხტი ქვევით მიმართულს. ეხლა ეს ვექტორების სინამდვილეში ყველა სამივე ერთნაირი არის, იმიტომ რომ მანძილები ყველგან ერთნაირი არის, მუხტებიც ერთნაირია. ამიტომ ჩვენ გვაქვს სამი ვექტორი, რომლებიც ერთმანეთის მიმართ 120 გრადუსით არის განლაგებული და სიდიდით ტოლი არის ეს ვექტორები. ამიტომ ჯამური ვექტორი იქნება 0-ის ტოლის სიმეტრიიდან გამომდინარე. E პირველი პლუს E მეორე პლუს E მესამე იქნება 0-ის ტოლი.